გელათი, მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა. ამ სახელწოდებით გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ გახსნა. მღვდელმთავარმა კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა კურთხევით ჩატარდა. სამეცნიერო კონფერენციაში გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, პროფესორები და ქუთაისის ისტორიული მუზეუმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. იგზარქოსების დროინდელი გელათის მონასტრის პირველი წინამძღვარი, გელათური გულანის ნუსხები ქუთაისის მუზეუმში, გელათის მონასტრისადმი შეწირული მე-18 საუკუნის ხატები. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიებას სასულიერო პირები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ორგანიზატორთა განცხადებით, ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავს გელათის მონასტრისა და გელათის აკადემიის ისტორიის შესწავლასა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. გელათის სასულიერო აკადემიის სემინარიაში ყოველწლიურად ტარდება სემინარი, ლექციები გელათის ისტორიული აკადემიის შესახებ მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ისტორიის და დღევანდელი შეხვედრაც ამას ეძღვნება. დიდად ყურადღება გამახვილება თვითონ უნიკალურზე ამ სასწავლებლის, იმიტომ ეს არ იყო მარტო საერო, არც მარტო საეკლესიო. ერთად იყო როგორც თვითონ მეფე დავითმა განსაზღვრა, რომ ათენს და იერუსალიმს დაუკავშირა სახელები, ეს ახალია, მეორე არის და ეს ერთობა სასულიერო საერო განათლების ეს მეფე დავითის ამდენადაც იყო მისი სურვილი და დღესაც ასე გრძელდება. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება გელათის აკადემიის მის ისტორიას და ეს ისტორია საკმაოდ ხანგრძლივია, რამდენიმე საუკუნეს მოიცავს და საკვლევი რამე არის. მithot მემკვიდრეობა გელათის აკადემიის კი არ შესწავლით, მაგრამ ეს შესწავლა გრძელდება, რომ რეჟიმის დროს, ბოლშევიკური რეჟიმის დროს, სადაც სასულიერო ეკლესია კუთხით ნაკლებად იყო გაშუქებული, ან საერთოდ არ იყო გაშუქებული. დღეს ხდება წარმოჩინება სულიერ მნიშვნელობის გელათის აკადემიის იმ ისტორიულის და დღეს 1995 წელს ჩვენი პატრიარქის და მაშინდელი ხელმძღვანელის მეთაურის ერთობლივი დადგენილებით აღდგა გელათის აკადემია, სამეცნიერო აკადემია. გაერთიანებული მეცნიერები, ცნობილი მეცნიერები, ესე იგი გალტონ ზექალაშანიძე, დამონა მელიქიშვილი, ილგა გაგოშიძე და როლან თოფჩიშვილი, ელდარ ბუბულაშვილი, ისტორიკოსები, არქეოლოგები, ფილოლოგები და სასულიერო პირებიც არის, მამა ბიძაგუნია არის დეკანოზი, ლიტურგიკის საკითხებს აშუქებს და მე როგორც ამ დღევანდელი პრეზიდენტი ამ აკადემიის აკადემიის მონაწილეობ. მაგრამ მიზანი არის ერთი, რომ ტარსოს და აწყოს და მომავალს შორის გაიდოს ხიდი. გავიხსნათ ტარსული, გავარკვევთ აწყოში რა გასაკეთებ და ვიზრდ მომავლისათვის, ამიტომ ჩართული არიან ახალგაზრდა ან დოქტორანტები, ან უკვე დაიცა დოქტორის ხარისხი, ეს ახალგაზრდები მონაწილეობენ თავის მოხსენებით გამოდიან. ამ თვალსაზრისით უკვე ჩვენ გქონდა რამდენიმე ესეთი მოხსენება, ჩვენ ყოველწლიურ ვატარებთ სესიას სამეცნიეროს, რომელიც გელათობას სრულდება გელათის ისტორიული აკადემიის შენობაში და იქ აკადემიკოსი ანა ხარანაული ცნობილი თავისი კვლევებით ბიბლიისიკის საკითხებში, ცნობილი საზღვარგარეთ არის მისი კვლევები, რომ ქართული თარგმანები წმინდა წერილისა ორიგინალური ქართულია და არა პირდაპირ დედიდან ბერძნულიდან დათარგმნი
და არა სხვა რომელიმე ენიდან გადმოტანილი იყოს ვერსიები, თქოს ჩვენი ორიგინალური არ არის და წლები დაჭირდა რომ დაესაბუთებინა რომ ნამდვილად თავისი ყველა ლექსიკის ფარაზოლოგიით ნამდვილად ქართული და ორიგინალური მდედრიდან გადმოტანილი და არა სხვა ენიდან გადმოიღებული. და ასეთ ამ ქალბატონ ხანულის მომზადებული ყავს ანთენი ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც ლინგვისტურად თუ ფარაზოლოგიით სწავლობს და წარმოადგენს ამ თავის კვლევების შედეგებს. ჩვენ ვაფართოვებთ ამ ურთიერთობას ახალგაზრდებთან, უკვე მონაწილეობენ სხვა დოქტორანტები, ზოგი ბიბლიის საკითხებში, თეოლოგიის საკითხებში, ასე რომ ეს პრინციპი გელათისა შენარჩუნებული არის და ღრმავდება. რამდენიმე წელია ქუთაისის გაენათის ეპარქიის მმართველის მეტროპოლიტ ივანე გამრეკელის ლოცვა-კურთხევით გელათის სასულიერო აკადემიაში სასწავლო წლის ბოლოს იმართება გელათისადმი მიწვრილი ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც ეწოდება გელათი მეორე იერუსალიმის სხვა ათინა. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც გელათის სასულიერო აკადემიის ლექტორ-მასწავლებლები, ასევე ქალაქის ქუთაისის უნივერსიტეტიდან, მუზეუმიდან და სხვა სამეცნიერო დაწესებულებებიდან მოწვეული სპეციალისტები. აქ იხილება ძირითადად გელათისადმი მიწვრილი მასალები, ისტორიული თუ ხელნაწერების მიმოხილვა ხდება, სამეცნიერო დასკვნები, რომელიც სტუდენტებისათვის ძალიან საინტერესოა. და ვფიქრობთ, რომ მომავალში ალბათ ერთგრებულად დაიბეჭდება აღნიშნული გამოსვლები. 2 წლის წინ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხელმძღვანელობის ინიციატივით ძალიან კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ყოველწლიურად ტარდება თემატური კონფერენცია მიწვრილი გელათის მონასტრის და გელათის აკადემიის შესწავლისადმი მიწვრილი. ეს არის ძალიან დიდი საქმე, რომელიც დიდ როლს შეასრულებს გელათის მეცნიერულ შესწავლაში, იმიტომ რომ აქ გამოსვლები ყოველთვის ცდილობენ, რომ რაღაც ახალი დღემდე ნაკლებად შესწავლილი ფაქტები წარდგენ კონფერენციის წინაშე. დროთა განმავლობაში ეს მოხსენებები დაგროვდება, შესწავლის მოცულობაც გაიზრდება და რამდენიმე წლის შემდეგ ალბათ საკმაოდ ძვირფას მრავალტომეულ გამოცემებს ვნახავთ გელათის მონასტრისა და აკადემიის შესახებ. წარმატებას უსურვებ ყველა მონაწილეს კონფერენციისას. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გორდელაძეების მომღერალი ოჯახის პირველი აუდიო ალბომის წარდგინება გაიმართა. მუსიკალური ალბომი ძველ და თანამედროვე გურულ ხალხურ სასიმღერო ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც შესრულებულია გორდელაძეების მრავალშვილიანი ოჯახის მიერ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ალბომი ჩაწერილია გალობის უნივერსიტეტის სტუდიაში, ფონდ ქართული გალობის მხარდაჭერით. ღონისძიება გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის დეკანმა ზურაბ წკრიალაშვილმა გახსნა. მან ალბომის შესახებ ისაუბრა და გორდელაძეების ოჯახს წარმატებები უსურვა. შეხვედრას სასულიერო პირები, გალობის უნივერსიტეტის დამფუძნებლები, პროფესორ-მასწავლებლები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გორდელაძეების ოჯახის წევრებმა ალბომიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულეს. ძალიან სიმბოლურია დღეს გალობის უნივერსიტეტში გორდელაძეთა მგალობელი ოჯახის სტუმრობა. მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, იმიტომ რომ სულ რამოდენიმე დღის წინ 17 მაისს ჩვენმა ქვეყანამ იზეიმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის მიერ არის დაფუძნებული და მას წლების განმავლობაში ჩვენი საზოგადოება აღნიშნავს, ერთად იკრიბება და ამბობენ, რომ ოჯახი არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და მშობლების პატივისცემა არის უპირველესი. სწორედ ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს გორდელაძეების ოჯახი გურიიდან, რომლებიც გახლავთ ჩამობრძანებული დღეს უნივერსიტეტში და გვაქვს მათი ოჯახის ჩანაწერების პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა
გალობის უნივერსიტეტსა და ფონდი ქართული გალობის მხარდაჭერით. დღეს ჩატარდა გორდელაძეების გვარის ჩვენი ალბომის პრეზენტაცია და ეს იყო ერთგვარი შეჯამება ამ ალბომში შევიდა ჩვენი გურული სიმღერები, რომელსაც ჩვენ ბავშვობიდან მღეროდით და დედასთან ერთად, აი დედა რო აკვანში გუზრდიდა და იქიდან რო გვიმღეროდა ნანას, ერთ-ერთი სიმღერაც არის შესული. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, რაც კი გვისწავლია, რაც კი გვასწავლეს ჩვენმა გურულმა მასწავლებლებმა, ამისი შეჯამება იყო ამ ალბომში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფონდმა ქართულმა გალობამ და გალობის უნივერსიტეტმა მოგცა ამის საშუალება, რომ ჩვენი აი ნაღვაწი პატარა ნამოქმედარი გაგვეზიარებინა ხალხისთვის. კვლევის მიხედვით, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება საკმარისი ძილის მიუხედავად შესაძლოა ქოლინის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. სპეციალისტების განმარტებით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვიძლისა და ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ასევე ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ორგანიზმი არ განიცდის ენერგიის ნაკლებობას. ამ საკითხზე კვლევა დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. დაკვირვების მიხედვით დადგინდა, რომ ქოლინის არასაკმარისი რაოდენობით მიღება ღვიძლის პრობლემებსა და ორგანიზმში ენერგიის დაქვეითებას იწვევს. მეცნიერების განცხადებით, ეს ნივთიერება ამცირებს შფოთვისა და დეპრესიის განვითარების რისკს. მათი თქმით, ქოლინის მიღება შესაძლებელია საკვებით. ეს ნივთიერება არის ქათმისა და საქონლის ხორცში, კვერცხში, თევზსა და რძის პროდუქტებში. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად განიცდიან დაღლილობას, სპეციალისტები ურჩევენ დროულად გაიარონ სამედიცინო შემოწმება და ორგანიზმში ქოლინის დონე დაადგინონ.